მოგესალმებით ჩემო ძილფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ რა თქმა უნდა არაჩვეულებრივ, ყველაზე პოპულარულ, ყველაზე რეიტინგულ გადაცემას საქართველოს ფანოღი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომენტარს ამ კარგი პროექტის შექმნისთვის, მოფიქრებისთვის, ასევე რესტორან გაგრას, ჩვენ მასპინძელს და არაჩვეულებრივ მზარეულ ჯოჯუს. ვიდეო პორტალ YouTube-ს და რა თქმა უნდა, გეტყვით რომ დღეს შაბათია 7 საათი და კარგი არაჩვეულებრივი ტური გვაქვს, ეს არის რადიო დარდიმანდის პოპულარული ქართული სიმღერების ტური. მე მინდა ჟიური წარმოგიდგინოთ და შემდეგ შეგახსენებთ თუ ჩვენი კონკურსის გამარჯვებულს რა პრიზები ელოდება. მაშასე ჩვენი დღევანდელი ჟიურის სტუმარი გახლავთ, ყველასთვის საყვარელი, ცოტა ტანით მომცრო, მაგრამ წარმოსადეგი ადამიანი შოზო ზურაგაჭეჭილაძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ულამაზესი ნინიკო ჩხეიძე. ვახტანგ ბიჭიკაშვილი გენიალური. და რა თქმა უნდა, ცისფერ თვალება დაბალი და მრგვალი ნიკოლო ზარაბიძე. რაც შეეხება საქართველოს ფანოღში გამარჯვებულ ადამიანის პრიზს, ეს იქნება 5,000 ლარი. რა თქმა უნდა, სხვა ძალიან საინტერესო პრიზებთან ერთად. მე კი მოგეხსენებათ, როგორც დავირქვი და სხვანაირად არ შეიძლებოდა, ამ გადაცემის უსტაბაში პაატაგულიაშვილი გახლავართ. მოკლედ, როდესაც ვახსენებ დარდიმანს, არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ ის პოპულარული ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ძალიან ბევრჯერ ტრიალებს მათი სიმღერები რადიო დარდიმანში. და დღევანდელ ჩვენს აღამოს არ გვექნებოდა სხვანაირი უფლება, არ მოგვეწვია სტუმარი, რომელიც გახსნის არაჩვეულებრივი პოპულარული სიმღერით მონატრება მარიამ ელიაშვილი. მივესალმოთ. Sumazara dinamias, misli faravadam tasao, sigvarus leksada girsnidi, shengi aramtsevadi khmasao, chumada mivazara di shoridan, armatsilevadi tvalasao, chemi sakheli ezera, shesavertsli sakhvalasao, tuasetli argi qavaradi. Kadver bedavadit kamasao, chumada mivazadi shoridan, armatsilevadit valasao. Sadaqa ushenon, ustaradi momedalao, nadarabada kezahi, sevda shemomeqarao. Dausrune behodinit, fikri gadameqalao. და გადულები შემლებად შემოსდიოდა შესნაცვლად ლაბას იღავარუს ცაში არაცი ვიხიოდა მონადრებულ მაგიხილე გულიც აღარას ჩიოდა პასუხიც მანვე გაცნობა სახელს ხიბილი ქფენია გულში ჩაგვიგრავს ერათურთი სიყვარულო ჩაგვიდენია ეგლიან გზაზე სიდურფით ბარდები დაგიფენია სადახა უშენო უსტარდი მომეწალაო გნადარობა და გეძახი სევდა შემომეხარაო დაუსრულებელო დინით ფიქრი გადამეხალაო
გაუსრულებელო დინით ფიქრი გადამეხალაო სადახარ უშენო უსტარდი მომეცალაო გნადარობა და გეძახი სევდა შემომეღარაო გაუსრულებელო დინით ფიქრი გადამეხალაო ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მომეცა საშუალება მეც წარმსგარიყავი თქვენ წინაშე, რადგან თქვენ უფლება მომანიჭეს და გამოარჩიეთ ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ჩემი სიმღერა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. გთხოვთ. უღრმესი მადლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავიდეთ კონკურსზე უშუალოდ და პირველი კონკურსანტი უნდა გამოვაცხადო. რომელიც დღეისთვის ცოტა ჯანმრთელობით ვერ არის კარგად. ყელიტკივა მარტივი მიზეზია, ამიტომ ცოტა უნდა გავამხნევოთ. მოკლედ პაატა ბერიაშვილი გახლავთ, რომელიც შეასრულებს ბაიათებს დათო როსტომაშვილის და გიორგი წერეთელის სიმღერას. გთხოვთ. გულის ზარნები დარდიანი ბაიათები მუხამბასები ხეიფი და დროს დანება მისი ყადრია არ მოგვაკლოს საათნო ასლექსი მანდრია მასმენი ერთ-ერთი მგურჯის თქმილი ლექსები საქმნესე დუდუკები ხმელი ფესვები სიმღერებით გაუთენო თბილის ქუჩები ლამას მანებს დაუბოცნო თბილი დუჩები ბაიათები გულის ნაჯური ბაიათსველით მაგრამ მაინც არ ვარ დაჯული ჩამოასხით ღვინო კახური დავლოცო დავახეგძენოთ სუფრა ქართული ახ ბიჭებო ავაცებოთ ჯიხვის ხანძები ვახტანგურად შევსვათ ღვინო გენაცვალები თავარ არის ვეგავათენოთ ღვინის ხანძები საქართველოს დაულოცოთ ყველადამველი მიყვარს შენი ანარცესი ვერსია სულგეიმში გავატაროთ ჩვენი თხენია ეს გულიდან ამოსული ჩემი ლექსია ამოშალოთ ღმერთო ჩვენი ადაცესია ბაიათები ღვინის ნაჟური ბაიათებით მაგრამ მაინც არ ვარ განჯული ჩამოასხით ღვინო კახური დავაცო დავახეგძენო სუფრა ქართული სიყვარულით რომ გამგვარა ჩვენი გულია ეს ჩვენი სიმდიდრე და ოქროგულია გავაჩოს ვისაც სწორადულია ჩვენ გონახავს ვეღარ ნახავ და კარგულია ბაიათები მოვატიეთ სულად მოვატიეთ დიდი მადლობა პაატა ყველაფერი კარგად აქვს გქონდეს დროებით ჯერ არ წახვიდე მოусმინოთ ჯურის ნინიკო დავიწყოთ შენგან პირველი კონკურსანტი თან ვიცით რომ ყელიტკივა და გავითვალისწინებ თუ შესაძლებელია მაინც გურჯაანელი მოგესალმებით პირველი გამოსვლა საერთოდ რთულია, მაგრამ არ ამგონია პაატასთვის რთული იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტური გავიარეთ, უკვე ნერვიულობაც მოვიხსენით, თან პლუს პაატა ერთ-ერთი ფავორიტია ჩვენი, მაგრამ ფილტვების ანთება აქვს ეხლა და ვიცით. მაგრამ ტექსტი რო არ იცოდა, ანუ ფილტვების ანთება არაფერს შუაში არ არის და ამ შემთხვევაში ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავად დაუწერ 9-იან. 9 გულა. შოუზო, მოდი.
გავხსნათ ნავსი და დაიწყე. ადამიანს აშკარად ეტყობოდა რომ ფიზიკურად ვერ არის კონდიციებში. მიუხედავად ამისა, გმირულად იმღერა. გმირულ ნამღერში მეც დავწერდი ცხრიანს ნინოს. 9 ქულა. ხელავებზე დაყრდნობილი გურჯანელი გინახავთ. კი ბატონო, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ტურია დღეს, რადიო დარდიმანდის ტური. მე ძალიან მიყვარს ეს რადიო და ამიტომ მინდა ვთქვა რომ მომწონს დღევანდელი ტური. ძალიან სახალისოა და მეც იმიტომ რომ ტექსტი არ იცოდა ბატონმა, უნდა დაუწერო 9 ქულა. ამიტომ ამით არაფერი არ მთავრდება, ვისურვებ რომ შემდეგში დავწერო კლავაც 10-იანი. 9 ქულა ვახსოვს და ნიკოლოზ. დიახ, ორიოდე სიტყვას მეც დავამატებ, რომ მე მესმის პაატასი, რომ ორი პაატა დგას. თქვენზე არა მაქვს საუბარი. გურჯანელი პაატასი. გურჯანელი პაატა თელაველზე არა მაქვს საუბარი. და რაღაც მიუხედავთ იმისა, რომ ფილტვების ანთება აქვს და მე დავეთანხმები ჩემ კოლეგებს, რომ ეს თვალების ანთება არ არის. და მეც დავწერ 9-იანს 9 ქულა ნიკას განაცხადა. იმ იმედით რომ პაატას ვიხილავ შემდეგ ტურში. წარმატებები პაატა ეს წაიღე შენ და მაინც გისწავლე ისე, რა ვიცი, გამოგადგება შემდეგისთვის და გადავალ შემდეგ კონკურსანტზე, პატივცემულო ტელემაყურებელო და ძვირფასო ჟიური, ეს გახლავთ ანა ბურნაძე, მარიამ ელიაშვილის სიმღერით ჩვენ ახლა ერთურს. აპლოდისმენტები შევეკებოთ ანას. Solevi tuze
ანა კარგი აი მე ყოველთვის გულშემატკივრობ და დავიწყოთ ნინო შენგან შეფასება აი მე და ნიკა ვლაპარაკობდით ახლა ანაზე და ანას აქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომღერალში პირველი ის რომ ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულია მეორე ძალიან პუნქტუალურია მესამე ყოველთვის იცის ტექსტი ყოველთვის რო გამოდის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არის და კიდევ აქვს ის რომ ძალიან კარგი აურით გვაწვის და ძალიან უყვარს ის რასაც აკეთებს და ძალიან სიამოვნებს ანუ ეს ყველაფერი არის ნიჭიერება რომელიც ანუ მარტო ხმარო კონდეს ადამიანს და თქვა უშეცდომოდ იმღეროს შეიძლება ის ნახევარზე იყოს რა კარგი თვისებებიც ანას აქვს რა თქმა უნდა ამ სიმღერაში რაღაცებს გავასწორებდი ხან რაღაც მაგრამ ეს არ არის თქვა ისეთი ვოკალური კონკურსი თუ რაღაც და აი ამ თვისებების გამო რაც ანას აქვს და როგორიც არის ზოგადად მე დავწერ 10-იანს იმიტომ რომ ჩემი დიდი სიმპათია ახო ნამდვილად რაღაცა ვამატო ილაპარაკე ყველაფერი ძალიან მომეწონა დღეს ნაუნიშნო ნამღერიდან მოუხდა ეს ტური შეიძლება ითქვას მომავალი რადიო დარდიმანდის შეიძლება იყოს რეზიდენტი ესე დავარქვათ კარგი მინდა ნინოს დავეთანხმო მოწოდების ფორმა იყო ძალიან სახალისო და მხიარული და ადამიანი გამოხატავდა ასე ვთქვათ ემოციას იგრძნობოდა მისი შინაგანი არტისტიზმი ერთ მომენტში როდესაც აი გრძელი უსიმღერო ნაწილი იყო მარტო ფონოგრამა რო ისმოდა ხო აი მაგ ადგილას მოითხოვა ქორეოგრაფიული ელემენტების ჩართვაც და ალბათ ურიგო არ იქნება თუ სხვა დროს გაითვალისწინებს მეც 10-იანი შეკვას და შავ ტაფას ჯორჯუას შეება და საუჩინებლად დაგიხულა შონზოსგანაც უბრალოდ მე შონზოს რა თქმა უნდა გავაგზავნე ქორეოგრაფი ყავდა ავად დიახ ფეხების სახსრების ანთება ქონდა და ამიტომ იმ მონაკვეთში მოვიკოჭლებდით. მაგრამ არა უშავს მე წეღანინო მაგნიშნო რომ ჩვენ საუბრობდით და ამ ადამიანს ყოველთვის მოაქვს დადებითი აურა. პირველ რიგში და გამოხატავს იმას რისი თქმაც უნდა სიმღერით და თავისი სახით მოციმციმე თვალებით. ესე იგი დიახ მაგრამ ბატონებო ნუ გავჯით ნაჩქარებად ბზანებს ბატონი კარდინალი დიახ მე უბრალოდ დავწერ 6-იანს კი არა და 9-იანს იმის გამო რომ ანა შეუძლია მეტი 9 ქულა დიდი მადლობა ანა ხო დაიკავე მე მესმის რომ ერს ვეზიზღები ხოლმე ამ დროს ხო მაგრამ რაშითა მაგრამ მე ბოლოს ასეთია და ეს არის შენი გადაწყვეტილება და ვერავინ შეგეძლო. ჟიურის ბოლო წევრი ასია და აბა მე დავიწყე პირველად და მე განსაჯოს ბოლო. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა კიდევ და კიდევ გადაუხადო რა თქმა უნდა რესტორან გაგრას და არაჩვეულებრივ მის მზარეულ შეფ მზარეულ ჯოჯუს განსაკუთრებული შავი ტაფისთვის. დიდი მადლობა აპლოდისმენტების ფონზე არ გამოვა სხვანაირად. რა თქმა უნდა ვიდეო პორტალ YouTube-ს და შემდეგი მონაწილე გახლავთ ყველასთვის ძალიან საყვარელი, კარგად ცნობილი ადამიანი, ეს გახლავთ ირაკლი ზამუკაშვილი, რომელიც შეასრულებს დიტო ქისიშვილის სიმღერას რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს. ნაკვალევს და ვეძე ფიქრებში ხამე ნადევი ყოველ შენს გახსენებაზე ცრემლით მევსება თვალები მე შენიც ქერა მათბობდა შენი ალერსი მატრობდა შენი ლამაზი ღივილი მე გულში სიტყვას მათობდა რა ვქნა რომ ბედი არ მწყალო არ ვიცი რას დავაბრალო შენ
ლამაზი თვალები მე მხოლოდ ჩემი მეგონა თუ სხვასაც გაუღიმებდი არ მოხდებოდა მეგონა შეხედავ გული მევსება დარდივი თუმცა არ მქონია იმედის ბრდები მესხმება ცას მივწდებიო გონია რა ვქნა რომ ბედი არ მწყალო არ ვიცი რაც დავაბრალო ჩემი დაჯული ცხოვრება სადამდე უნდა ვატარო რა ვქნა რომ ბედი არ მწყალო არ ვიცი რაც დავაბრალო ჩემი დაჯული ცხოვრება სადამდე უნდა ვატარო დიდი მადლობა გედოსვალე ასე ჩათუთქვაც არ შეიძლება მომიკვდა გული არ ვიცი რომელმაც გინდა დაიწყეთ მე მეტირება აბა ირაკლი მე მგონია რომ არასწორად შეარჩიეს სიმღერა არ მოგწონდა ეს სიმღერა და რატო იტანჯე და ჩვენს რატო დაგტანჯე ვერ გავიგე რაღაცა სხვა სიმღერა შეგერჩია იმიტომ რომ არ იყო შენი არ მოგწონდა რასაც შემღეროდი თორე ხა ჩვენ აქ სიმღერის და რაღაცა სირთულის ამბავში არ ვამბობთ უბრალოდ არ იყო ეს შენი სიმღერა და დაგიწერ რვიანს იმიტომ რომ ყურები თულდება და ყურადღებით იყავით უფრო კი ბატონო მეც მინდა უთხრა რომ ნამდვილად არ იყო ამ ადამიანის სიმღერა ეს სიმღერა უფრო რაღაცა ძალიან მე მივხვდი რომ თულმე რთული სიმღერა ყოფილა და რაღაც სპეციფიური შესრულება უნდა თუმცა ვიმოგზაურეთ აზიაში მშვენივრად მე და ბატონმა შენსომ ნიკას დაგვემგზავრა ხო და ამიტომ მე არ მომეწონა და ამიტომ დღეს რვიანს დაგიწერ 8 ქულა შენზო გისმენ აქ ორი თემა იყო ერთი შესრულება მეორე თვითონ ფონოგრამას აშკარად მეტი ქულა ეკუთვნის ვიდრე შესრულებას მართლა არ იყო ეთყობა ადამიანი არ არის შეყვარებული თორე შეყვარებული ადამიანი ამ სიმღერას სხვანაირად ღირს არის მაშინ საკმარისად შეყვარებული არ არის შეყვარებული ცხრიანზე 9 ქულა გადასარევი ნიკა შეფატო ბევრი რამე გაგვახსენდა ალბათ მე ფაქტიურად დიროთი ასე იყო კულისებში თუდა გინახა ჩემი მუსიკა რა ხდება დიახ ალბათ ეს კი არა ჯოჯუმ თქვა შესაბამისი კერძსაც გავაუზადებ წრებლიანი უბრალოდ მეც ჩემ კოლეგებს მინდა დავეთანხმო იმაში რომ ცოტა რაღაც აკლდა ამ სიმღერას ახლა ნახე მე და ნინო საუბრობდით რა აი რაღაცეები აი ნიუანსები რაღაცეები დაგვაკლდა ალბათ იმპროვიზაციები და მთელი ამბავი მე ირაკლი ახლა პირველად არ არის და ვიცნობ ძალიან და შეუძლია ირაკლის რაღაც სიმღერები ჩვენ წინა ტურებში ირაკლისგან მოვისმინეთ ისეთი რომელიც მოუხდა ძალიან და ალბათ უკეთესად შეიძლებოდა შეგვერჩია ეს ყველაფერი ან ეს სიმღერა გაგვეკეთებია ძალიან უკეთესად თუმცა მე მაინც დავწერდი ცხრიანს 9 ქულა ნიკასგან დიდი მადლობა ჩემო კარგო გული არ გაიტეხო ყველაფერი კარგად იქნება წარმატებებს გისურვებ დაიკავე შენი ადგილი გთხოვ და რა თქმა უნდა შემდეგ მონაწილეზე გადავალ სასწრაფოდ გახლავთ გია კალაიჯიშვილი გიორგი დათიაშვილის სიმღერას ჩამოუქროლებ ჩემ საქართველოს შემოგთავაზებს აბა გია მოდი გაუვადებულო საქართველოში
მამარებულა ნაციანი თუმცა მთავარი ჩემთვის ის არის რომ შემიერი მას ქრისტიანი ერთგულება და ღვთის სიყვარული წმენა იმედი აღწევ ჩემ სულში მაშინ ბოროტი ვერას დავაკლებ უგვექნება ქართული სული მაშინ ბოროტი ვერას დავაკლებ უგვექნება ქართული სული ჩამოუქროლებ ჩემ საქართველოს ივალიქ სადაც უფლის სახლია მოვიდრე და ვერ შევღაღადე მოხმარდა ჩემსეს ის რაც აკალია ჩამოუქროლებ ჩემ საქართველოს ივალიქ სადაც უფლის სახლია მოვიდრე და ვერ შევღაღადე მოხმარდა ჩემსეს ის რაც აკალია და თამარის ზერი ძალას მოიგრებს არ დაკნინდება ღიურ სიყვარულს მოაფრენს ირგვლივ სამ საქართველო ლავგავწინდება ჩამოუქროლებ ჩემ საქართველოს მივალიქ სადაც უფლის სახლია მუხს მოვიდრე და ვერ შევღაღადე მოხმარდა ჩემსეს ის რაც აკალია ჩამოუქროლებ ჩემ საქართველოს მივალიქ სადაც უფლის სახლია მუხს მოვიდრე და ვერ შევღაღადე მოხმარდა ჩემსეს ის რაც აკალია გია, დიდი მადლობა შენ. ჩემო კარგო. აბა, მოდი ვახო დავიწყოთ შენგან რა. გიაში მომეწონა ის რომ გულწრფელობა იგრძნობოდა ამ სიმღერის შესრულების დროს. ოსტატურად აპარებდა თვალებს პედაგოგისკენ, ესეც შევამჩნიეთ და ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ საერთო ჯამში მოდი დღეს ცხრიანს დაგიწერ მე. 9 ქულა გადასარევი. ოსტატურად აპარებ. ჩამოუქროლებ. გასაგები. აბა მე ვარ გაკვირვებული, იმიტომ რომ მე მოვისმინე გიორგი რეპეტიციაზე და მეგონა რომ საერთოდ ვერ იმღერებდა. მიუხედავად იმისა, რომ თამონასკენ აპარებდა თვალებს თუ რაღაც ამ ადამიანს აქვს ერთი თვისება. უფრო კარგად მღერის, როცა ერთვება კამერები და როცა არის ცოცხალი ჩაწერა, ვიდრე რეპეტიციაზე და ეს ძალიან კარგი თვისებაა და მე წავახალისებ და დავუწერ ცხრიანს დღეს. 9 ქულა გადასარევი. მადლობა, შონზორ ისმენ. ესე იგი, გადაცემის შესავალში ნინომ თქვა, რომ აქ არ ფასდება ადამიანის ვოკალური შესაძლებლობები. ამ შემთხვევაში მე შევაფასებ ამ ადამიანის მონდომებას და თვალნათლივ დავინახეთ ყველამ თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლია ადამიანს თუ ის მოინდომებს და მოტივირებულია და მოემზადება იმისთვის რომ კარგად გამოვიდეს. მე 10-იანს ვწერ. მადლობა. 10 ქულა გადასარევი. მონდომებაში 10-იანი. დიდი მადლობა. დიახ. მე დავამატებ ორი სიტყვას თუ შეიძლება აი მონდომებასთან ერთად მოწესრიგებული ადამიანია. გია ცდილობს ყველანაირად მაგრამ მაინც მე ვთვლი რომ რაღაც გაბედულება ცოტა აკლდა ამ სიმღერის დროს. გაბედულება. აი ჩოუარა ქორივით ვარა, თლად ქორივით არ იყო. ხო, რაღა.
ჩოუარა ქორივით, მაგრამ თლად ქორივით არ იყოთ მეცხრიას დაუწერ. მადლობა. სრაგულად, გადასარევით. აბა შენით წარმატებები კალაიჯი. მოკლედ, მეგობრებო, დღეისთვის ბოლო კონკურსანტია. ვფიქრობ ძალიან შესანიშნავი გამოვიდა ჩვენი დღევანდელი კონკურსი, გადასარევი ტური იყო შერჩეული, იმედია დამეთანხმებით და გააჟღერებთ თქვენს აპლოდისმენტებს, ჩემო კარგებო. და ყველაფერი წინ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ტელემაყურებელს მიმართავთ, ხვალ გაირკვევა თუ ვინ დატოვებს და ვინ დარჩება ისეთ პროექტში, როგორიც საქართველოს ფანოღია. მას ასე, მოკლედ მე ყველა სტუმარს ვეუბნები შონზო, ჩემო ძვირფასო, მე ყველა სტუმარს ვეუბნები, რომ ამ გვარის გაგონებაზე ცოტა ისე უნდა მოიმართო. ერთობ ესეთი გვარი გახლავთ, წერეთლის ქალი გახლავთ, ნინო წერეთელი გახლავთ. ასე ულოშებით ხელს გიწყობს გადაიწკიპე ჩემო მეგობარო და ნინო წერეთელი შეასრულებს სიმღერას თამთა ასათიანისას რა ვიხილე. აბა ნახოთ რას ვიხილავთ ჩემო ძვირფასო. შენი სახელვარე გულში ვიგდე სიყვარული მხელვარე სურს მოგიწვნა მთელი ქვეყნის ლექსები დაგიფინო ჩემი გულის რელსები სურს მოგიწვნა მთელი ქვეყნის ლექსები დაგიფინო ჩემი გულის რელსები ხოლო ჩენებს გიყურებ და ქვეყანას შენთვის ვებხვივი ვდურე ვერი გავახეში ეკალები გაფსახლოს ვერ ეგარები ვერ გავახეს შენი გულის კარები ეკალები გაფსახლოს ვერ ეგარები ერთი დღენი მეც რა მქონდა მზიანი მერებედალა მომაყენა ზიანი მაცილებე ხალხი თვალწრევალიანი მეგობარები დავდოვე გარდიანი მაცილებენ ხალხი თვალწრევალიანი მეგობარები დავდოვე გარდიანი ხოლო შენიც გიყურებ თელ ქვეყანას შენთვის ვებხვივი ვდურე ვერ გავახე შენი გულის კარები ეკალები გაფსახლოს ვერ ეგარები ვერ გავახე შენი გულის კარები ეკალები გაფსახლოს ვერ ეგარები ეკალები გაფსახლოს ვერ ეგარები ვერ გავახე შენი გულის კარები ეკალები გაფსახლოს ვერ ეგარები გადასარევი იყო ისე არის. მოკლედ შეაფასეთ. ერთობ კარგ განწყობაზე დამაყენა მე პირადად ნახოთ რა სიტყვის ნინო. ნინო მე იგივე იყო რაც წინა ტურზე, ანუ ფონოგრამა იყო სხვაგან, შენ იყავი სხვაგან, ანუ უფრო მსუბუქი რო ყოფილიყავი და უფრო ხალისიანი, რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, თუმცა გააქვს ყველანაირი მონაცემები, მაგრამ რაღაც აი ჟარგონით ვიყიდ, ის მძიმე ხარ, დაგროზული კი არ ხარ, აი მძიმე ხარ ამ სიმღერებში, ცოტა უფრო ამ სუბუქდე შემდეგ ტურში ძალიან მინდა და მოდი რა ამ სუბუქთი და 9-ს დაგიწერე. 9 ქულა გადასარევი ვახავთ ისმენთ. დიდი თამთა ასათიანის შემდეგ ესეთი შესრულება არ მომისმენია. ნამდვილად მხიარული სიმღერა, კარგი სატაშფანდურო.
საცეკვაო მოც რაღაცა გრადუსს მოითხოვს ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს მე არ მაქვს მიღებული, ამიტომ მეც დავწერ 9-ს. 9 კულა. ეს იმიტომ არა რომ მე არ მივიღე, უბრალოდ რაღაცა მეც ცოტა მომაკლდა. შონზო? მართალი თქვა ხომ ობიექტურობა რო გქონდეს შეფასებაში რაღაც კონდიციაში უნდა ვიყოთ ჟიურის წევრები, ესე ხიზლად ამის შეფასება გასაჭირს წარმოადგენს, მაგრამ მე ხა არ გამიჭირდება, იმიტომ რომ გამოვავლენ ვიწრო კუთხურ სეპარატიზმს და იმერელი ვარ და იმერლებს 10-იანს დავუწერ. აფიქრა. ბრავო. ნიკოლოზ ბატონო. იმ შენიშვნებთან ერთად რომელიც ჩემმა კოლეგებმა ბრძანეს, ნუ არ ვიცი ახლა მე წერეთლის ქალბატონისგან მეც მოველოდი ხოლმე, მე ნინოს დავეთანხმები, მას წეგან მქონდა აქ რაღაც საუბარი იმაზე, რომ რაღაც უფრო ლაღად შეიძლებოდა ეს სიმღერა, იმიტომ რომ ისეთი ტემპი აქვს მუსიკას ფონოგრამას, რომ მეტი მაგრამ ალბათ იქნება რაღაც პრობლემები იყოს ადგილმამულებში გლეხობა აჯანყდან, არ ვიცი რაღაც იყო მე 9-ს დავუწერ 9 კულა გადასარევია ნამეწინეთ გადასარევი დიდი მადლობა წერეთლის ქალო დიდი მადლობა ნინო წერეთელს მშვენიერი სიმღერისთვის და დღევანდელი საღამო უნდა დავხროთ კარგი არაჩვეულებრივი მომღერლით რომელიც ასევე ჩვენი სტუმარია და დარდიმანდისთვის ძალიან ცნობილი სახელი და გვარით ეს გახლავთ მირანდა მაისურაძე სიმღერით გიცდი და გთხოვთ მივესალმოთ მირანდას გიცდი და ზამთარა მავიდა თავარიცლიან ფერებსა თავარიცლიან ფერებსა უკვე რამოდენი ხანია უშენოდ ვითვლი დღესა უშენოდ ვითვლი დღესა უკვე რამოდენი ხანია უშენოდ ვითვლი დღესა უშენოდ ვითვლი დღესა აღარ დავდგები ბარშია ყიამეტს სამთვის თვებსა ყიამეტს სამათრის თვებასა გზად შესიყვარულს ვისაგზელებ ამავუღვები ხევებსა ამავუღვები ხევებსა გზად შესიყვარულს ვისაგზელებ ამავუღვები ხევებსა ამავუღვები ხევებსა ნახავდი ჩაგიხუდებოდი შენას სამხედი ხელებსა შენთან მოსულსა სენაიც გამახევსა სენაიც გამახევსა ბევრი შენთან მოსულსა სენაიც გამახევსა სენაიც გამახევსა არც თავდარ შავშინდები არც ქაჯებს არც წადებებსა არც ქაჯებს და არც Silva-me ganatelepsa, silva-me ganatelepsa. Senza-me dossa miradeva, silva-me ganatelepsa, silva-me ganatelepsa. Nachavadi chagi khudevadi, shenatsalam khadi khelesa. Senai
მადლობა, უღრმესი მადლობა რომ მოიცეთ და თქვენთან მოგიგანდით შემოწმებას. დიდი მადლობა თქვენ და 1-2 სიტყვა თუ შეიძლება რომ მეც თქვა. 3-4 შეგიძლიათ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რადიო დარდიმანს, სადაც არის ჩემი ყველა სიმღერა ექსკლუზივი და დიდი წარმატება მინდა ვუსურვო იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩემი სიმღერა ემღერა დღეს. დიდი მადლობა მირანდა, არ წახვიდე მაშინ ჩემთან ერთად დავემში, შენთან ერთად დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, მინდა გითხრათ დღეს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ არაფერი არ მორჩენინა, ხვალ ზუსტად 7 საათზე კვირას გელოდებით არ გადართოთ სხვა არხზე, იმიტომ რომ ხვალ გაირკვევა თუ ვინ დატოვებს ან ვინ დარჩება იმ შესანიშნავ პროექტში, რასაც საქართველოს ფანორი ქვია. დროებით, ხვალამდე